ამის გაშვება კი ნამდვილად არ გინდა მეგობრებო შეგეთ. რალამაზიანი. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გამოსულები ვართ მარტოები მე და ნიტა. ეხლა არის დაახლოებით 2 საათი. ვინადირებთ წყერზე. კარგი ამინდია, მოვიდა შემოდგომა, როგორც იქნა შედის უფრო ესეთ კვეთრ და ბრუტალურ სტადიაში, ეტაპზე. ძალიან მიყვარს უკვე ოქტომბერი, ნოემბერი, გვიანი შემოდგომა, ჯერჯერობით ისევ სიმწვანე აქვს და ეს იყუთერვერევა ძალიან მიყვარს. დღეს მე და ნიტა ვინადირებთ ატანე 4. გვაქვს ზალას 10 ნომერი, 30 გრამიანი. ასევე წამოღებული მაქვს კლივერის 5 ნომერი, რომელიც არის 34 გრამი და ძალიან კარგი ნომერია. ეს ვაზნები წამოვიღე მტრედებისთვის, იმიტომ რომ ეხლა აქ შემოვივლით, თუ რამეს ვნახავთ, დაახლოებით 2 მწყერი შეიძლება იჯდეს ამ ადგილას, შესაძლოა ტყის ქათამიც იჯდეს და ასევე ჩიბუხაც შესაძლოა რომ ვნახოთ ამ ადგილებში. შემდეგ უკვე გადავართ ყანისკენ, სადაც უკვე ქედანიც უნდა იყოს ამ წყერიც, ცოტა უხვად უნდა იჯდეს ჩემი აზრით. წვიმამ გადაიღო, წვიმდა უბრალოდ და გადაიღო დაახლოებით 9-2 საათის წინ. სისველი აქვს, სველია ბალახი და ცოტა გაგვიჭირდება სიარული, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ძალიან გვინდოდა რომ გამოსულიყავით მეც და ნიტასაც. კარგი, ახლა ძალიან არის ნაწვიმი აქ, არ მგონია რამე იჯდეს, მაგრამ ეს ადგილი უეჭველი უნდა მენახა, იმიტომ რომ დიდი ხანია აქ არ ჩამოსულ ვარ, მთელი ბავშვობა აქ ვნადირობდი ამ ადგილებში. და ეხლა მწყერი რო სხვაგან ვიპოვე, აქ უკვე აღარ გამოსულ ვარ. აქ ხალხაც მგონია რომ შეიძლება იყოს თუ იპოვა. მოდი ნიტა, მოდი. მოდი ნახე, მოდი. აი უკვე დავსველდი. არ მიყვარს. სველი ბალახი. აქ ზამთარში ვნადირობ ხოლმე ტყის ქათამზე, საკმაოდ ბევრი რაოდენობა ჩამოდის. რა თქმა უნდა, ზევით მთაში თუ თოვლი მოდის. ძალიან კარგი რაოდენობის ტყის ქათამი ჩამოდის ხოლმე. აქ მდინარე გვაქვს, ახლა გამოვარდნილია, ვიდეოშიც ნახავდით. აქ უფრო ტყიანი ადგილი იყო და გაიკაფა სამწუხაროდ. აი სიმინდი აუღიათ, ძალიან კარგია. მიდი ნახე, მიდი. მიდი. გზაში ვნახე 3 გრუტი გზაზე იჯდა. გრუტებზე ვინც არის დაშვებულია ნადირობა, როგორც ყელსაბამიან გრუტზე, საყელოიანზე, ასევე გარეულ ჩოლებრივ პატარა გრუტებზე.
თუმცა ამ საკელოიან გრუტებს დიდად არ ვერჩი ხოლმე, ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ წელს შემოგთავაზებთ ნადირობას. აი ზამთარში უფრო მიყვარს ხოლმე, აუ როგორი ნისლი არის ზევით ტყეში, ძალიან კაია, ეხლა ნისლი აქაც ჩამოდის. და ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ ამინდი არის ნადირობის დროს. თუმცა ეს ველი ბალახი არ მოწონს ძალიან. იქით შევიდეთ ეხლა. ბალახში შეიძლება იჯდეს რამე. უი, როგორი სველი არის აქ. არაფერიც არ იჯდება. მაგრამ მოდი შევყვეთ მე. შეიძლება ვინანო. იმიტომ რომ რამდენჯერაც ესეთი დილემის წინაშე დავდექი ძაღლს გავუყვე თუ არა. თითქმის იმდენივეჯერ ვინანე, რომ ბოლოს მაინც აფრენენ რაღაცას. დავაი. გადმოვინაცვლეთ მეგობრებო. დიდ ყანისკენ, ყანებისკენ. ტრედები არ ჩანან. აქ ყოველ ჩამოსვლაზე არ იქნება მტრედი რა თქმა უნდა, თუმცა მონოდინი მქონდა. კარგი, ახლა აქ ვნახავთ ამ ადგილებს, შეიძლება მწყერი იჯდეს. 2-3 მწყერით რო ვნახოთ, კარგი იქნება. ინიტა უკვე შევიდავ გარითმეს. დავიწყებ ქვევით ადგილიდან, შემდეგ ამ ადგილებს ვნახავ და გადავალ უკვე იქით დიდ ნაყანებში. ვა, ქედინები. აი ეს ქედანი აქ თარ წამოდა მინახა. ბიჭო, ქედენები გამოჩნდნენ, მეგობრებო, შეხედეთ. თავზე გადამიფრინეს ახლა. ეხლა ჩავალაგებ უკვე. ქედენებას ეთებს. აქ შემეძლო 2 მტრედი ამეღო. აი იქ რაღაცამ გადაიფრინა კიდე და ვერ გავინახე რა იყო სავარაუდოდ. ტრედები იყვნენ, დიდები ჩანდნენ. ეს რა, ტრედები ზიმა? აი, 3 მტრედის ის ოღონდ. აი მე-4. მგონი ტრედი არის, არ ვიცი. მაგრამ მავთულოზე ვერ ვესვრი მაინც. აი მეგობრებო, შეხედეთ. აქ სხედან. ოი. აი ერთი ახაც ჩარა, მოდი. შენი ჩამოვაგდეთ ეს. შენი რამდენი ვაზნა ვისროლე და მხოლოდ ერთს გავარტყი. ტრედისაც ჩამოვარ და ვერ დავინახე. უი, რამდენი ყოფილა. თურმე ეს ტრედები აქ დამსკრა. ვა, ერთს მეც რატო ვერ გავარტყი. ტრედს ვისროლე აი აქ. ხო არ ჩამოვარდა. აი. ხო აქეთ უნდა ჩამოვარდნილიყო, იმიტომ რომ ინერციით უკვე ეს გზა ქონდა ამას გამოსასვლელი. აი ერთი გარეული მტრედი მოვინადირეთ. თუმცა აქ უნდა ჩამომეგდოს 3 მაინც. ისეთ კარგ ვარიანტში იყვნენ. მოკლედ მეგობრებო, ეხა ნიტა დავტოვე, ზევით სახში ავედი და ჩამოვედი ისევ მტრედებზე სანადიროთ, იმიტომ რომ აქ წყერი არ იყო. აი ხა ხედავთ, შეიძლება არ ჩანს, მაგრამ 5 მტრედი გადაფრინდა. აი ზევით ხეებთან ჩაჯდა კიდე. რამდენიმე ესენი ეხლა ტრიალდებიან, სავარაუდოდ ისევ აქ მოვლენ და ცოტა გავგიმართლა მტრედებში. აი ხა იქ წავიდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ ისევ აქეთ წამოვლენ. საკმაოდ კარგი საკვირი არის საცვნახი, უბრალოდ კარგად არ ვიცი გამოყენება. რითმები არ ვიცი. დაახლოებით ვიცი რომელი ტრედის სახეობა როგორ ხმას გამოსცემს. აქედან შეგვიძლია დაუძახოთ ქედანს. საკელოიანი გრუტისთვის არის მისწრება, მაგისთვის არის შექმნილი, თუმცა ქედენისთვისაც კარგად მუშაობს, როგორც ვნახე. ვარ გამიტესტია რა თქმა უნდა ქედანზე. ეს გარეული მტრედზე არ ვიცი საერთოდ როგორი ხმა აქვთ ამათ, რო ღუღუნებენ ვიცი, მაგრამ როგორი რითმით ღუღუნებენ ეგ არ ვიცი. კარგი, აბა ვნახოთ. ეხლა ვწდი ქედენის ხმას. როგორ გამომივა? აი, ერთი მოდის.
ვერ გავარტყი. ვერცერთი ვერ გავარტყი სამწუხაროდ. აი, არა გამაგაჭედა. ჩემი აზრით აქ აღარ მოვლენ ეს ტრედები, იმიტომ რომ უფლება უნდა მიმეცა, რომ ერთი კრუგი მაინც დაეტყათ აქ, იმიტომ რომ აქ მოვიდოდნენ მაინც. ცუდად დავაფრთხი. თუმცა ეხლა ვხედავ, რომ აი იქ მავთულებზე სხედან, ხეებთან. იქ რომ მივიდე, ეხლა უფრო დიდი შანსი არის, რომ ეს ტრედები აქეთ გადმოვიყვანო. მავთულებზე სროლა არ შეიძლება და ჰაერში ვესროლო. ამ ადგილს ეხლა მოვცილდები, ჩავალისევი იქ იმ ადგილას. თან იქ ხეები არის და ხეებში უფრო დავიმალები, იმიტომ რომ ტრედი მოძრაობს იქიდან აქეთ, იმიტომ რომ ქვევითაც ძალიან ბევრი ყანები არის. იქიდან მოდიან აქ და ისე უკან მიდიან და ასე რომ წამოვლენ ეხლა აქ უკან ვიმალები, მე ეს ხეები არაფერში არ მეხმარება, ამიტომ ჯობია რომ ქვევით ჩავიდე. აბა ვნახოთ. წესით საკვირმა უკვე უნდა იმუშაოს აქ, იმიტომ რომ ტრედები მოდიან, ხდებიან და ბიჭოლები რო არიან უკვე ამ ადგილს. დაუსტვენ. აი კიდევ რაღაც დაждდათ ხორცდების ის ტრედი უნდა იყოს. აი აბა ნახოთ. არა ის ხიკვი იყო, არ იყო ტრედი გაფრინდა. აი ეს ერთი ჩამოვაგდით. ერთი ტრედი ჩამოვაგდით. ხეზე ვესროლე, იმიტომ რომ სხვანაირად აქ არ გამოვიდოთ და თუმცა აი აქ შესვლა და ამ ტრედის გამოტანა ძალიან რთული იქნება. აი დავდოთ. ძალიან ცუდი ადგილია. სულეკლებია. ნახოთ აბა. წესით აქ უნდა ჩამოვარდნილიყო. აი ამ ხეზე ვისროლე. აი აქ უნდა იყოს ეს. ხო, იქ ვისროლე, ცოტა წინ უნდა იყოს. კარგად მივათვალიეროთ, ეს ტრედი არ მინდა დავკარგო. ძალიან ბევრი გოღოა. არ მიყვარს ესეთ ადგილებშიც რომიალი. ძალიან ძნელია. არ დავკარგო რომელი ხე იყო, აი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო და იქით წავიდა. არ მიყვარს დამჯდარზე სროლა, თუმცა სხვა გზა არ იყო აქ. ჯანდაბა. აი ხედავ გონი ქედანია. არ ვიცი. თუ არ ვწდები ქედანია მეგობრებო. მოდი ჩემთან. მოდი აქ. აი შეხედეთ. ვიპოვე. ქედანია. იგი შეხედეთ მეგობრებო. ქედანი არის, თუმცა ძალიან პატარა ქედანია, არ ვიცი აქ. თუ გარეული მტრედი არის. არა, ქედანი უნდა იყოს, ეს არ არის გარეული მტრედი. კი, ქედანი არის, უბრალოდ აქ თეთრი საყელო უნდა გქონდეს. სავარაუდოდ არის წლევანდელი პატარა და ჯერ არ აქვს ეს საყელო. მე აქ უნდა გქონდეს საყელო. უბრალოდ ესეთი თეთრი ნიშნები უნდა გქონდეს აქ და აქ ეს სიმეტრიულად, მაგრამ ჯერ არ აქვს. შეხედეთ, ჩვენი პირველი ქედანი დიდი რო ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა. აი ამის გაშვება კი ნამდვილად არ ღირდა, მეგობრებო, შეხედეთ. რა ლამაზი არის, ბობოლა, ვაიმე. ლამაზი. დიდი რო ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა. კარგია რომ ვისროლე. თორე ხა ამას ნამდვილად ვერ მოხსნიდით აქ. კიდევ მეორეც იყო, ვიდეოში ჩანდა რომ მეორე მოფრინავდა. მაგრამ აი მეორეს კი ნახდათ ვერ ვესროდი. კასოლის გიჟე. მაგრამ ნადირობის მთელი ხიბლი არის აი ეს მეგობრებო. აი ესეთი ძრომიალი, თუმცა დიდად არ მიყვარს. დაგებში სიარული. თვალში მოვდა. იკალი, თავში. აი ეს დღის სინათლეზე შევხედოთ. ეს არის წლევანდელი ქედანი მეგობრებო. აი ესეც ჩვენი ლამაზი, კარგი დიდი არის, თუმცა კარგი იქნებოდა დასრული რო ყოფილიყო. აბა მეგობრებო, ეხლა ვცადოთ.
ეს არის ქედინის ხმა, თუმცა დიდად არ გამომდის შეჯერობით. გინახოთ სადმე თუ რამე დაფრინავს. ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ვერ გამოვიდა შედეგიანი ნადირობა, თუმცა აი ესეთი ერთი ლამაზი ქედანი მოვიპოვეთ, ახალგაზრდაა, თუმცა ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეს არის არხის პირველი ქედანი, რაც მოვინადირე. სამწუხაროდ წინა წლებში უფრო ბევრი იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი იქნება. ეხლა მოდის ზამთარი და ეხლა შემოვა უფრო დიდი რაოდენობით. ვინც არ იცით მეგობრებო, 5000 გამომწერზე მექნება სანადირო იარაღის გათამაშება, ასევე მექნება 10000 გამომწერზე, 15000 გამომწერზე, 20000 გამომწერზე. ყოველ 5000 გამომწერზე 20000 გამომწერამდე მექნება სანადირო იარაღის გათამაშება, ამიტომ ვინც არ ხართ ჩემი არხის მუდმივი მაყურებელი, ასე ვთქვათ, გირჩევთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და თქვენ უკვე ავტომატურად ჩაერთვებით გათამაშების პირველ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გათამაშების ვიდეო დაიდება, თქვენთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რომ გათამაშებაში ჩაერთეთ. ასევე დაალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი. ცოტა ხანში ვიმედოვნებ, რომ უკვე 5000 ვიქნებით და ჩემს პირველ იარაღსაც გავათამაშებ. ჩვენს არხს, რა თქმა უნდა, ეს იარაღი არ იქნება, ეს იარაღი ჩემი არის, ეს იქნება სულ ახალი ნაკედი მაღაზიიდან, რომელი იარაღი იქნება ჯერ არ ვიტყვი, თუმცა იმას გეტყვით, რომ ყოველ მომდევნო გათამაშება უფრო კარგი იქნება. ამიტომ დაელოდეთ ჩემს მორიგ ეპიზოდს.